თამერი და თურანი სად არიან? გუშინ წავიდნენ ბიძია დერვიშ. ხალილ იბრაჰიმთან მიდიან. შეიძლება უკან გახვნენ. მათ გამო ხალილ იბრაჰიმსაც იპოვიან. არა. გუშინ ღამე სხვაგან გაატარეს. იმაში დასარწმუნებლად რომ არავინ უთვალთვალებდათ. დღეს გზას გააგრძელებენ. ედანურ შენი დედამთელი ვერ გაჩუმდება. იუსუფი გუშინ კი გაფიქრდა, მაგრამ არავინ იცის რისი გაკეთება შეუძლია. არავის არაფერი უთხრა. არ ვეტყვი ბიძია დერვიშ. არ ვეტყვი არ ნერვიულოთ. შენი წყენინება არ მინდოდა შვილო. გულს ნუ მათკენ კარგი? არა, რას ამბობთ? ასე ჩემ გამო არ ვარ. ამის შემდეგ რა იქნება ბიძია დერვიშ? ყველაფერი გამოუვათ. თქვენების შესახებ არ ვიცი შვილო, მაგრამ ჩემი თავი სიჯიუტეზე ასე მარტივად არ ეტყვის უარს. ოსმან შეხედე. გზა ქვევით ჩადის. გზა შეხედე. მერე? წამოდი ოსმან, წამოდი, ნუ გეშინია. ნუ გეშინია ოსმან. როგორ მარტივად ამბობ ხალილ იბრაჰიმ. ფრთხილად არ ჩავარდე. ვიპოვეთ. შენი აზრით მოვედით? და იქ რომ იყოს? იქნებ მოკვდა და იქ მისი ცხედარი დარჩა. ღმერთმა დაგვიფაროს. ასე ნუხუმრო. გურთოღლუ, მეგობრები ვარ. მოიცადე ფრთხილად. წამოდი ვნახოთ ვინ არის. ფრთხილად ხალილ იბრაჰიმ. კარგად ხარ? ხო. მოვდივარ. ალბათ მთელი წელი აქ არ ამიყოფილა. გონი ასია. აბა რა სიტყვი? ეს ადგილი სრულიად შესაძლებელია ჩვენი სახლი გახდეს ოსმან. ხალილ იბრაჰიმ, ხომ ხედავ? ეს ქურთოღლუს სახლია, ბეთს რატომ ვეთამაშებით? წამოდი, ჩვენთვის სხვა ადგილი ვიპოვოთ. ამ ეტაპზე აქ ვიცხოვრებთ ოსმან. აქაურობა მოვაწესრიგოთ, დავალაგოთ, დავისვენოთ, მერე კი ნახოთ. რა სიტყვი? რადგან ასე ამბობ, კარგი. მაშინ იარაღს ავიღებ. ხალილ იბრაჰიმ, მოიცადე. რა მოხდა? გესმის? მერთო, დაგვეხმარე. მერთო, სულ ცოტა დარჩა, მიდი. რა მოხდა? მიდი. რა ხდება თურან? სროლის ხმა იყო. წამოდი ოსმან. მეჰმედ. თურან. აქედან თავი როგორ უნდა გავითავისუფლო თურან? ეს რა არის? შემთხვევით ეს ხალილ იბრაჰიმის გაკეთებული ხომ არ არის? იდიოტო, განა ხალილ იბრაჰიმ ასეთი მახეების დაგება იცის? იდიოტს კიდევ ერთხელ დამიძახებ და კბილების გარეშე დაგტოვებ. კარგი. მაგაჯობია მოიფიქრო აქედან როგორ გავაღწიოთ. გვიშველეთ. ნუყვირი თურან, ნუყვირი, ვინმე გაიგონებს. ჩუმად ვერ ვიქნები, მაინც ვიღაც მოვა. მიშველეთ. ისევ ყვირილი დაიწყო. განა ვიცი რა გავაკეთო. ტვინში უკვე სისხლი ჩამექცა.
ეს ჰალილ იბრაჰიმია? ჰალილ იბრაჰიმ. მოვდივართ. ჩამოხსენი ძალიან გთხოვ. ეს შენ გააკეთე? მოდი აქ. ოსმან, მოდი. კარგად ხარ? დამშვიდი თუ რა ნახლავე ჩამოხსნიან. დამშვიდი. თავარია აქედან ჩამომხსნათ. რაღაც ცუდად ვარ. ოსმან, თოკი როგორ გადაჭერი? საიდან უნდა ვიცოდე ვისი თოკია? მორჩა, გეყოფა ჩამომხსენი. კარგი, ახლავე. მოდი. რა მოხდა, რატომ მოხვედით? მოხდა რამე? მოხდა. რა მოხდა? კაფე დაცხრილეს. რას ამბობ? არიფი და კიდევ 4 დაიღუპა. დერვიში დაჭრილია. ედანური და სემაც იქ იყვნენ, სასწაულით გადავრჩით. რატომ დაცხრილეს? ძმაო, ფიქრეთი კაფეში მოვიდა და შემოგთავაზა თარიქის დაკრძალვაზე მივსულიყავით. უარი უთხარით და ნაბიჭვრები. ოსმან, ძმები წაიყვანე. ცოტას დაისვენებთ, მეც ახლავე მოვალ. სად მიდიხარ? გამოქვაბულში და მელოდეთ სანამ არ დავბრუნდები. ეს რა ჯანდაბა? ღმერთო, როგორ მიჭერს? ცოტა დარჩა, სულ ცოტა დარჩა. მიდი. ჰალილ იბრაჰიმი მოდის. რას აკეთებ, ჰალილ? ამას ნუ იზამ, გთხოვ. არა. ადაკით. გაიხადეთ. განაგრძეთ. გაიხადეთ. მომიახლოვდით. მოდით. წადით და ლეტოს უთხარით, რომ ჰალილ იბრაჰიმი ჟანდარმებს ჩაბარდება მხოლოდ ერთი პირობით. არც ერთი უდანაშაულო ადამიანი აღარ დაზარალდება, გასაგებია? ეცადეთ, აღარ დამენახოთ. გასაგებია? აღარსაც შემხვდეთ. წადით. ეგ ტყვია ჩემთვის იყო განკუთვნილი. უნდათ რომ ბარში ჩავიდე. რადგან მეძახიან, ჩავალ კიდეც. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, რატომ უნდა ჩაბარდე ჰალილ იბრაჰიმ? გთხოვთ, აღარ ჩაერიოთ. ისედაც საკმარისად დაზარალდით. ეს ჩემი საქმეა და თვითონ მოვაგვარებ. ჰალილ იბრაჰიმ, ამას ნუ ამბობ. ამიერიდან ყველაფერს ერთად გავაკეთებთ, ძმაო. სასიკვდილოდ მიდიხარ? ჩვენც შენთან ერთად წამოვალთ. მეგობრებო, რა მეგობრებო? ჩვენ ხომ სისხლით ძმები ვართ. თუ საჭირო გახდება ერთმანეთისთვის სიცოცხლეს გავწირავთ. ამაოდ ნუ ვცდილობ ჰალილ იბრაჰიმ აზრს ვერ შევგვაცვლევინებ და მორჩა. რადგან ასია, მაშინ დღეს არ მოვკვდებით. დღეს ანგარის გავუსწორებთ. შევთანხმდით. გმადლობ, გემრიელად მიირთვით. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს. გმადლობ, დეიდასაკინე. დეიდასაკინე, შენს და ჯექი. მშობლები ჩემს ძმას სერიოზულად დაელაპარაკნენ. ჯერ სტუმრები ბათუმიდან, მერე ვითომ საქმე და თითქოს გოგონებიც ამის გამო მოიყვანეს. მისი ნათქვამი არ დაიჯერეს და როგორც უკვე მიხვდით, ჭკუა ასწავლეს. ჩემი ძმის სახელით გპირდები, მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
ძალიან ნანობს გესმის? ძალიან. Zaten köpekler gibi pişman oldu. აიშე, შვილო. ფიქრეთმა რომ დაარტყას, მასზე უარს ვიტყვი. შენმა ძმამ ჩემს ქალიშვილს დაარტყა. მითხარი როგორ შემიძლია შვილივით მივიღო. ჩვენ შორის შეცდომა ვის არ მოსვლია დეიდა. ლევენტი კარგი ადამიანია, უბრალოდ ფეთქებადია. ნერვებს აყვა და შეცდომა დაუშვა. თქვენი შვილიშვილების დედა ვარ, ნუ თუ ჩემი სიტყვა არაფერს ნიშნავს. ჩემს ძმაზე პასუხისმგებელი ვარ. ძვლები მხოლოდ თქვენი ხათრით არ დავუმტვრიე. არავის მივცემ უფლებას ჩემს სახლში ასე მოვიდეს. არც ცოლს და არც აცოლეს. უფლება არ გაქვს. რიზვან ლეთოს ქალიშვილზე ხელი აწიო. გააკეთე რაც გინდა, მაგრამ იცოდი ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს. ჯერ ცოლად მოიყვანე. მერე კი რაც გინდა ისაკეთე. ასიე. სანამ ხიძი არ გადასულხარ, დათვს ბიძია უნდა დაუძახო. სულ ესაა, მაგათამამებული გოგოსთვის არავის არაფერი უთქვამს. სწორად მოიქეცი. რა ლამაზად ლაპარაკობ. ასიე, შემეშვი. ძალიან გაბრაზდნენ. რიზვანს ხომ ნიშნობა ჩაეშალა. რიზვანი ასე მარტივად არ იტყვეს თქვენზე უარს. მე გყავართ. ძმაო ლევენტ, ვინმე რუსთემი და ვიღაც კაცი მოვიდნენ. Rüstem diye biri geldi. Gitxulobe. Yanında adamıyla. მერე? მაისურები და საცვლებით არიან ძმაო, შენი ხალხია. Asi? რა? Bayağı don gömlek. Gel bir bak. მაისურები და საცვლებით თვითონ ნახე, უკაცრავად. რას ამბობ? დარწმუნებული ხარ, რომ რუსთემია? დიახ, ძმაო. რას გავხართ? Ne bu haliniz? რუსთემ, Rüstem. რას გავხართ? Halleri. ჰალილ იბრაჰიმა დაიჭირა, მერე გამოუშვა. Sonra serbest bırak. ასეთი რა გააკეთეთ, რომ გამოგიშვათ. Karşına gibi bir şerefsizlik ettiğinizde Mitharit. yapmış da serbest bırakmış. შეტყობინება გადმოგცათ. ძმაო ლევენტ, ჰალილ იბრაჰიმი მზად არის პოლიციას ჩაბარდეს იმისთვის, რომ არავინ დაზარალდეს. გთავაზობთ ხიდთან დავიჭიროთ, სანამ გაყოფილებამდე მივა. უფლებას არ მივცემთ ჩაბარდეს. იქვე მოვკლავთ. კარგი ძმაო ლევენტ. Levent abi ben de მეც წამოვალ. მოიცადეთ ამირ, ღვთის გულისათვის. ომის მინე ხიდთან ხალხი გაგზავნე. თუ საჭირო იქნება, ეგ ხიდი ააფეთქეთ კიდეც. მაგრამ ჰალილ იბრაჰიმ საშუალება არ მისცეთ ხიდზე გადმოვიდეს. გასაგებია, საშუალება არ მისცეთ. Tamam mı la? წადით, წაიყვანეთ. გააჩერე. მანქანა იქ და მალე. თქვენ კი უკან გახევით. მანქანა შენც და მალე. დაიმალეთ. ცოცხლად, მიდით. სწრაფად. ყურადღებით იყავით. ჰალილ იბრაჰიმი აქედან ცოცხალი ვერ გავა. ყველამ გაიგონეთ? შვილო, ეს ფერადია. შენი ძმის მხარეა. ეს აიღე. Oğlum sen ფერადები აქეთ გადაიტანე. biz beyaz ჩვენ კი თეთრებს ავიღებთ. neymiş resimde ne gösteriyor? Heh, Ak, pencerenin Ragox. üstünde ne var? Sarı. ფანჯარაზე რა არის? Bu olacak mı? Dene. ნახე? Yok, bu ეს შეეფერება? არა, ესეც მწვანეა. ეს წადე? კარგი ლეილა. Tamam Leyla. კარგი ჩემო საყვარელო. კარგი. Tamam. Bu da renk. კარგი. ახალი ამბავი მაქვს, მაგრამ არ ვიცი კარგია თუ İyi ცუდი. haber mi kötü haber mi bilemedim. იმედი მაქვს კარგი ამბავია. ვფიქრობ მამას უნდა შევატყობინოთ. რა ხდება? Ne oluyor? შემოდი, მოვიდნენ? გზაში არიან მამა. კიდევ არის რაღაც. Varmış baba. ჰალილ იბრაჰიმს უნდა რომ პოლიციას ჩაბარდეს. Jandarmaya teslim olacakmış. შვენიერი ამბავია. Camlarını taratmak Şöyle. isabetli olmuş demek ki. კიდევ არის Yalnız რაღაც. başka bir durum daha var. ლევენტმა თავისი ხალხი ხიდთან გაგზავნა. გადაწყვიტეს უფლება არ მისცენ.
პოლიციას ჩაბარდეს. ჰალილ იბრაჰიმი იქ უნდა მოკვდეს. და ილოცონ რომ ჰალილ იბრაჰიმი იქ მოკვდეს. ილოცონ. მოგზანდით. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მოგზანდით. გმადლობთ. მოგზანდი დედა. გმადლობ. მოგზანდით. მადლობ. ოღონდეს არა. დააგდე იერაღი. არის როლო. დააგდე. ახლავე. სუფთა. გადმოდი. გადმოდი. არ მომკლა. გადმოდი. არ მომკლა. ჰალილ იბრაჰიმ არ მომკლა. ხომ გითხარი აღარ დამენახო მეთქი. კარგი. კარგი. სასრაფო გამოიძახეთ. სასრაფო გამოიძახეთ. შეიძლება ცოცხლები არიან. მთელი სოფელი ფეხზე დააყენეთ. გაიშალეთ და სოფელი გაჩხრიკეთ. გადაკეტეთ ყველა გზა, რომელიც სოფლისკენ მიდის. არის ვინმე? არა, კაპიტანო. გემრიელად მიირთვით. გემრიელად მიირთვით. არ ვიცი ამის განხილვა რამდენად სწორია სიძე, მაგრამ ცხოვრება გრძელდება მიუხედავად დანაკარგებისა. ჩვენ შვილს დამემშვიდობეთ, მაგრამ კიდევ გვყავს შვილები, რომლებსაც შეუძლიათ გაგვაბედნიერონ. 40 დღე დავიცადოთ და ქორწილი გადავიხადოთ. რა სიტყვით? ჩვენი უხუცესები ამბობენ, რომ ასეთ საქმეში სიჩქარე უკეთესია. ხომ ასეა? კი ბატონო. თუ სიჩქარე უკეთესია, თანახმავართ. ზეინეფისთვის სიურპრიზი გვაქვს. რა სიურპრიზია, დედა, ძალიან მაინტერესებს. ზეინეფი ამერიკაში სწავლობდა, გადაწყვიტა ადამიანებს დაეხმაროს და ჩვენც შევაგროვეთ ყველა მიწა, რომელიც მოეწონა და შეუძლია ფერმა ააშენოს. როგორც კი ქორწილი გაიმართება. რა სიტყვით? კარგი სიურპრიზია? ბეჭედი დაგივარდა. ნახავ,
რა მოხდა? წამოდი. ახლა? უკაცრავად, თქვენი ნებართვით. სასრაფოა. მაპატიეთ. ჭამე რამე. არ მინდა. მივდივარ. Ben gidiyorum. თემელ, Temel dur dur. მოიცადე. გთხოვ. არ გინდა გთხოვ. უკვე გააკეთე რა შეგეძლო. Yeter daha gitme. მათი ადგილი უთხარი. დილა გაჩერდე. Adamın ağzının payını verdin ya. იესემინი არიფი. Arif. ადამიანები Bir sürü დაიღუპნენ. adam öldü. Eda Nur. ვიძია დერვიში დაჭრილია. Müşteri yaralandı. ყველა კაფეში იყო, როცა ეს მოხდა გესმის. ჰალილ იბრაჰიმმა ჩაბარება გადაწყვიტა და ხიდი გაანადგურეს. იმედი მაქვს ასე უკეთესია. იმედი მაქვს ასე უკეთესია. სად არის ახლა ჰალილ იბრაჰიმი? კაპიტანო, მანქანა ვიპოვეთ. Önce arabayı burada buldum. მანქანა დატოვა და გაიქცა, შეიძლება დაჭრილიცაა. Aradı mı acaba? აქვე ახლოს ვისი სახლია? მუზაფერის და ესმირის. აქ დარჩით, ჩვენ კი წავალთ. წავედით, წავედით. Asker bırak. სახლს ალყა შემოარტყით. ჰალილი პროფესიონალია, ცოცხალი გჭირდება, თუ ცეცხლი არ გახსნა არ ესროლოთ. Halil İbrahim Karasu ateş etmediği sürece kimse ateş etmeyecek. როგორც გვიბრძანებთ, კაპიტანო? სახლს ალყა შემოარტყით, ცოცხლად. წავედით, წავედით. მე იქით წავალ. გამარჯობა. ჰალილ იბრაჰიმ კარასუ აქ არის? არა, კაპიტანო, შეგიძლიათ შემოხვიდეთ და პირადად ნახოთ. İsterseniz მოგძანდით. buyurun geçin kendiniz bakın. პრობლემებია? ხო, მამა, პრობლემებია. ცუდი ამბები მაქვს. შვილო, Evladım, განა არ გითხარით, ჩემს საქმეში არ ჩარეულიყავი. benim არ işime გითხარი? karışmayın. მამა რიзвან, ვერ ხვდები ამდენ ხალხს ერთი კაცის პოვნა, რატომ არ შეუძლია? ერთი კაცის პოვნა რატომ არ შეუძლიათ? გადაწყვიტა პოლიცია ჩაბარებოდა. გზა რატომ გადაუკეტეთ? და ეს ციხეში დალპეს სულ ესაა. ნუ ერევი რაც არ გაგეგება აიშე. გასაგები რა არის, ლევენტ? Levent. ჩაბარება უნდოდა. Teslim olacakmış. ამის საშუალება უნდა მიგეცა. Teslim olacaktı. მოდი ამაზე სუფრასთან ნუ ვილაპარაკებთ. იმას გავაკეთებთ, რაც საჭირო იქნება. და რა არის საჭირო? განა ეს კანონმა არ უნდა გადაწყვიტოს? იმ სასჯელს მიიღებს, რაც დაიმსახურა და მორჯა. რას ამბობ? Ne bu saçmalık ya? ზეინებ, Şimdi Zeynep. მოვიდა ადამიანი და სისხლი დაღვარა. და ამის შემდეგ არაფერი მოხდება? Sonra ekmek Aba da öğlen, fikirdi. öğlen öyle yatacak öyle mi? რა სისხლი? Sizin kanınız ya. სხვებისგან რით განსხვავდებით? ხალილ იბრაჰიმს მაფიას ეძახით და თქვენ ვინ ხართ? რით განსხვავდებით? შენი ძმის მკვლელს ამართლებ? Savunuyorsun kız. მე მკვლელებს არ მომართლებ. Katil savunmuyorum. არანაირს. Hem de hiçbir katili. ზეინებ და ჯეკი. ზეინებ, ზეინებ, შენ გეუბნები. ლევენტ.
ჩემს დაზე ხმას კიდევ ერთხელ თუ აუწევ, იცოდე ხმის იოგებს გადაგიჭრი. რატომ უთხარი სად ვიყავი? მე შენი უნამუსო ძმასავით უდანაშაულო ადამიანებს არაფერს უშავებ. რას აკეთებ? შენთან საქმე არ მაქვს, მაგრამ მამა შენს და შენს ძმას მოვკლავ. ეს დაიმახსოვრე. კარგი, წადი მოკალი. რა ჩვენ გამოიარე იგივე გადაატანინე. ბავშვებს მამები თვალწინ დაუხოცე. აქ რატომ მოხვედით კომისარო, ვერ მივხვდი. ჰალილ იბრაჰიმ ქარასუმ ჩემი შვილი მოიტაცა. შემდეგ რაც მოხდა თქვენს კარგად იცით. უნდოდა რომ აქ მოვსულიყავით. ვერ გავიგე? მანქანა აქ სპეციალურად დატოვა ყურადღების გადასატანად და მიზნის მისაღწევად. მიზანი რა არის კომისარო? წავიდეთ. როგორც იტყვით, შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით. მისმინე. Anlıyorum. მესმის რომ გაბრაზებული ხარ. Kelisin. Sevdiklerin საყვარელი ადამიანები დაკარგე. მესმის რომ შურისძიება გინდა. Böyle olmaz. მაგრამ ასე არ შეიძლება. Yetmedi mi ის სისხლი საკმარისი არ არის, რაც დაიღორა. მათ ვუთხარი რომ ჩავბარდები. თავარია უდანაშაულო ადამიანები არ დაზარალდნენ. მათ მახედა მიგეს და იცი სად? ხიდზე, პოლიციის განყოფილების გზაზე. შენს ოჯახს ინდისი და ღირსება არ გააჩნია ზეინებ. ამის გამო პასუხს აგებენ. პასუხს აგებენ. ödesinler. აგონ პასუხი ეს არ მადარდებს. Evlatlarının როცა მათ შვილებს ტკივილი მიადგებათ, იქნებ დაფიქრდნენ შეცდომასა დაუშვეს. ყველა დაიტანჯოს. Babam da yok. გამოიარონ ის, რასაც იმსახურებენ. თუნდაც მამა ჩემი იყოს, მაგრამ შიგნით ქალები არიან. ჩემი ძმა 18 წლის არის. იქ კიდევ ჩემი პატარა ძმის შვილები არიან. გთხოვ. გმადლობ. შენს მამაცურ საქციელს არასდროს დავივიწყებ.
ჭამას თუ მორჩით გაკვეთილები ისწავლეთ. მიდით. Oğlum, შვილო, bir şey demeyecek misin? არაფერს იტყვი. Çok sevdiğim თარიქის სიკვდილმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. Tarık'ın ölümü თავის გაკონტროლება ვერ შევძელი, ამიტომ ყოველს ბოდიშს გიხდით. öfkeme hakim თუ ნებას მომცემთ, წავალ და ზეინებსაც ვთხოვ პატიებას. özür თუ dilerim. ამის ნებას დამთავრთ. Şimdi eğer müsaade ederseniz gidip ძალიან წუხვარ. Sana Zeynep'in ძმაო ზეინეფის ოთახს გაჩვენებ. müsaadenizle. თქვენი ნებართვით. ეს ამბავი გადაწყდეს და მე შენს ქმარს დაველაპარაკები. abi hiç kusura ძმაო მაბადია, მაგრამ ჩემი ქმარი მართალია. Zeynep'i aldı. ზეინეფისთვის რომ არ მოგეტყუებინა და მას ხელი არ აგეწია, დიდი ხნის წინ მოკვდებოდა. მოდი, მოდი. ვიღაც მოდის. Zeynep. ზეინებ, Abim özür ჩემი ძმა მოვიდა რომ ბოდიში მოგიხადოს, კარი გააღე. İstemiyorum. შენ ძმასთან ლაპარაკი არ მინდა აიშე. ზეინებ, კარი გააღე, გთხოვ. Levent seni gör. ლევენტ, არჩენი დანახვა მინდა და არჩენთან საუბარი წადი. ზეინებ, თუ კარს არ გააღებ, ყველაფერი უარესად იქნება. გააღე მეთქი. რას აკეთებ? წამოდი, შემოვიდეს. Levent jandarma. ლევენტ, პოლიცია მოვიდა. წადი, მათ მიხედე. პოლიცია. ხომ მშვიდობაა, კომისარო? ქალბატონები გააფრთხილეს, სახლი უნდა გავჩხრიკოთ. ბატონმა პროკურორმა იცის. შენ კი ჩვენების მისაცემად განყოფილებაში წამოხვალ. Bunların ne işi var? ისინი აქ რას აკეთებენ? Ben de bilmiyorum. მეც არ ვიცი. Ben aşağı inip ქვემო kadar ჩავალ და gazeteleri გავიგებრისთვის vereceğim. მოვიდნენ. Buradan çıkaracağım. მე აქედან გაგიყვან, კარგი? მამას გადავცემ, რომ თქვენ არ გითხოვიათ. Kırılacak. გაბრაზდება, მაგრამ თქვენ არ გაწყენინებთ, ბატონო პროკურორო. Siz de კომისარს თქვენ შეატყობინეთ. კარგ დღეს გისურვებთ. Ne dedi? რა თქვა? ev arana სახლს გაჩხრეკენ. ქალები აქ დარჩებიან. მე შენ და მამა სენიმი და ლევენტი ჩვენების მისაცემად წავალთ. კარგი რა. Kim ki bunlar ვინ არიან, რომ ჩვენება უნდა მივცეთ? Devlet. სახელმწიფოა, შვილო, სახელმწიფო. შენ არ იცნობ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცნობთ. ჯერჯერობით საქმე şimdilik არც ისე ცუდად არის. Rızvan ne dersin? რა სიტყვი რეзвან? Yarın ხვალ ვნახავთ პროკურორი და კომისარი რას გადაწყვეტენ. da icabına bakar. ნახოთ, Savcıya პროკურატურას არ შეეხებიან, არც კომისარს. სახელმწიფოსთან ბრძოლა არ შეიძლება. ჩვენი ჩვენებები ცნობილია. ჩვენ ამ საქმესთან არაფერი გვაკავშირებს. ამას არც ვიტყვით და განყოფილებაშიც მივცემთ ჩვენებას. ადგილს მნიშვნელობა არ აქვს. Ne oldu? Niye დედა geldin? რა მოხდა? პოლიცია რატომ მოვიდა? beyler ifade ver. კაცები ჩვენების მისაცემად წავლენ. İyi versinler. მერთმა ხელი მოუმართოთ. Ben yayla evine დედა gidiyorum. საზაფხულო სახლში მივდივარ, რომ იცოდეთ. Şimdi yaylanın. ახლა ეგზასთვის დროა. ვერ ხედავ, რამდენი საქმე გვაქვს. Ben de başınızdaki იმიტომ işlere მივდივარ, რომ ამ bulaşmamak საქმეებში არ istiyorum. გავერიო. Tamam kızım, კარგი, tamam. შვილო, კარგი. სადაც გინდა იქ წადი. Oraya git. Abla. დავო, Ben de sana მე ჩვენთან ერთად წამოვალ. ძმაო, მარტო მინდა ყოფნა. კარგი. ზეინებ,
Halil İbrahim. Halil İbrahim. აქ ვარ. Jandarmalar bizimkiler için. Politsiya ჩვენებთან მოვიდა. Benim arabamla çıkmış. აქედან მხოლოდ ჩემი მანქანით გახვალ. Alacağım, sen de მე arkadan ქვემოთ მათ გავართობ. შენ კი შემჩნევლად მანქანაში ჩაჯექი. ლურჯი ჯიპია. კარგი. Ya Çingiz'im. მობრძანდით. Zeynep Hanım. ზეინებ ხანის. გისმენ შოთა. ხომ მშვიდობაა ზეინებ ხანის, სადმე მიდიხართ? Evet ben ო, gidiyorum. მივდივარ, Sen მაგრამ gel. შენ არ მოდიხარ. გასაღებს მომცემ? Uşaklar თქვენ ზემოთ დამალოდეთ მანქანასთან. დაგიძახებთ. Arkadaşım. მეგობარო, მანქანა თავისუფალ ადგილას რომ გადაიყვანო, ზეინებ ხანი რომ გავიდეს. კარგი. მადლობ. Hazırsan hareket Zat xar? ediyorum. მზად ვარ. ოსმან. რა? ძალიან მომშივდა. იმედია ის ბიჭი რომ მოვა რამეს მოიტანს. მოვიდა. ხელწარიელია. სად დადიხარ? ჰალილ იბრაჰიმი არ არის? არ არის. რაში გჭირდებათ? რა უნდა ვქნათ? 2 დღე დაველოდებით, მერე კი ყველაფერს წავიღებთ, რაც აქვს. რა გაყვირებს? ვინი ფიქრებს, რომ ბანდიტი კი არა, მინისტრი ხარ? რა საქციელია, ცოტა დამშვიდდი. მე რატომ უნდა მეშინოდეს თემელ? შენ და ამანი ფიქრეთ. დავფიქრდები. ტრები თუ არა, სემა მესვრის. მიდით. ცეცხლსაც მე ჩავაქრობ. ყველაფერს მე გავაკეთებ. სხვა რა გზაა? თქვენ რაღაც აკეთებთ. რომ დაგერეკათ მოვიდოდით კომისარო, დრო ტყუილა დაკარგეთ. თუ დაგვეხმარებით, ბევრად უფრო ნაკლებ დროს დავხარჯავთ რეზვან ბეი. ჩვენს დანაშაულს ხვდებით და აქ ამიტომაც მოვედით ნედიმე ხანიმ. ზეინებს რა მიზანი ამოძრავებს, ასე რატომ იქცევა? Levent'in pişman oldu. ესე იგი არ ჯერა რომ ლევენტი მართლა ნანობს, თორემ ჩემ ზეინებს კეთილი გული აქვს. შეიბრალებდა, აპატიებდა. Bağışlar. ესე იგი არ ჯერა. Affeder. İnanmaydı mı? არა. საკმაოდ დიდი გზა გამოვიარეთ, სადმე გავაჩერებ. არ გააჩერო, გზა განაგრძე. ამას რატომ აკეთებ? ასეთ რისკზე რატომ მიდიხარ? შენმა ოჯახმა რომ გაიგოს არ მოეწონებათ. Sana neden მე კითხები რატომ გეხმარები? öyle mi? იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც აქამდე ვაპირებდი დახმარებას. ანუ სისხლი რომ არ დაიღვაროს. შენმა ოჯახმა ადამიანებს ცხოვრება დაუნგრია. მე კი მათ ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ. ჯერ არაფერი დამთავრებულა. ყველაფერი ახლა იწყება.
Şu ileride indir. აქ სადმე ჩამომსვი? Hayır inemezsin benim. არა ვერ გადახვალ, ჩემთან ერთად მოდიხარ. რას ნიშნავს შენთან ერთად მოვდივარ? Nerede arıyorlar? Belgan geძებენ, Halil Ibrahim. Nerede aramazlar bizi? მხოლოდ ჩვენ სახლში არ დაგიწყებენ ძებნას. იქ წაგიყვან. გაგიშდი არ შეიძლება. როგორ თუ არ შეიძლება? იქ რომ დამეტოვებინი მოკვდებოდი. ასე არ არის, მაგრამ კარგი. ბიჭები მელოდებიან, ინერვიულებენ, უნდა წავიდე. Bekler beni. Merak ederler. Gitmem lazım. Etsinler. ინერვიულონ. Hem sen nasıl შენ eşit რანაირი dersin? ბანდიტი Başına ხარ? bir şey gelme ihtimali გეგმები daha არ iyi გაქვს იმ plan შემთხვევისთვის, რომ დაგიჭირონ. İçinde kekli köfte, eşkıyadan da beter. Sen de Halil İbrahim. Sen daha önce ადრე აქ მარტო მოდიოდი? Çok. ძალიან ბევრჯერ. böyle ıssız bir yerde. ასეთ უკაცრიელ ადგილას მარტო დარჩენი სარგეშინია? Sevdiklerim. მე არაფრის მეშინია, მხოლოდ იმის მეშინია, რომ საყვარელ ადამიანებს არაფერი დაუშვებდეთ. Yapmaya cesaret edemez diye. ფიქრობ რომ ვერავინ ვერაფერს გაგიბედავს? Kuştan, გლების, დათვების, ფრინველების სარგეშინია? Sen beni unutmuşsun ya. დაგვიწყები ვარ. İlkokuldayken დაწყებით hasret კლასებში görmedim რომლის sana. შემჩინებია. Hanginizden? მართალია. Doğru. Geceleri ხამით seninle ცივა ხოლმე. ben şömine yakın. ახლა ვიბუხარს დავანთებ. Yakarım. მე ავანთებ, შენ არ იწვალო. გაბრაზებული ვიყავი და არაფერი მიჯამია, რამეს მოვამზადებ. შენ არ შეჯამ? არა, რამდენი ხანია არაფერი გიჯამია? შიმშილი არაფერია, ცოტა უძილობამ დამღავა. უკვე რამდენიმე დღეა წესიერად არ მძინებია. Hemen hazırlıyorum. ახლა მოგიმზადებ. Sinirliydim. თქვი რომ გაბრაზებული იყავი. Ben gelmeden önce bir ჩემს şey mi oldu? მოსვლამდე რამე მოხდა? Oldu. მოხდა, Nişan attım Ნიშნობა ama ჩავშალე. bu durumu kabul etmiyor. მაგრამ ჩემი საქმრო არ თანხმდება. Asiye ile Cevat'ın iyi. შენი საქმრო ასიეს და ჯევათის ნათესავია რა? Nişan ყოფილ საქმროთ მოვიხსენიოთ, რომ ხასიათი არ გამიფუჭდეს. ჰალილ იბრაჰიმს და ყველას, ვინც მას იცნობს, მწარედ ვანანებ. Doğduklarına pişman. მწარედ. სინანულის ხსენებაზე დაჯექი. Levent, ლევენტ, bence sen ფიქრობ შენ თავად უნდა ნანობდე. bu işten ამ საქმეს senin შეეშვი და hayatın, ზეინებს მიხედე. Zeynep'le ilgili მისი გული მოინადირე. რეძვან ბეი, თქვენი ადვოკატი მოვიდა, ჩვენების ჩამოსართმევად მზად ხართ? როგორც იქნა. Babamı anlaması zor. მამა ჩემის გაგება რთულია. ახსნაც რთულია. Aslında annemle birbirimizi სინამდვილეში ჩემი მშობლები სიყვარულით დაქორწინდნენ, მაგრამ ეჩვენება რომ ასიე უფრო უყვარს. Tarık mı büyük? თარიკი უფროსია თუ შენ? Tarık benden bir თორიქი ერთი კვირით ჩემზე უფროსია. düşün yani babamın წარმოიდგინე, მამა ჩემმა ორი ძოლი ერთდროულად დააორსულა. ფიქრობ ჯევათან რაღაცას ხლართავს, რადგან ასიესთან არ არის, მაგრამ ვერ ხვდები ლეილა და თემილი რა შუაში არიან. Biliyorsun bir de benim ხომიცი უფროსი ძმაც მყავს, თუნჯაი. შენი ძმა ასიეს ძმის შვილზე რატომ დაქორწინდა? Onlar seviyorlar birbirini. ერთმანეთი უყვართ. Tabii Asiye kesin. რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთს ასიამ გაურიგა, მაგრამ ერთმანეთი მართლა უყვართ. Seviyorlar. Ayşe pek teyzesine აიშე დეიდას დიდად არ გავს. Teyzesine დეიდას რომ არ გავდეს, ბიძა ყავს, დედა ყავს. სხვა გამოსავალი არა აქვს, Yolu yok yani. მაგრამ კარგი ადამიანია. Yine de iyi bir insan. სხვა თუ არაფერი, კარგი ცოლია.
Peki და Levent? ლევენტი O iş ეს როგორ მოხდა? Mecburiyet. იძულებული გავხდი. Levent sayesinde. საშინელი კაცის ცოლობას ლევენტის წყალობით გადავურჩი. ვინ? Yavuz. იავუზი. Babamın amcasının მამას oğlu. ბიძაშვილის შვილიშვილია. Nakliyeciler. გადამზიდები Daha არიან. doğrusu silah უფრო ticareti. ზუსტად იარაღით ვაჯრობენ. Levent ortaya როცა çıkınca ლევენტი Yavuz გამოჩნდა, sesini იავუზმა ვეღარაფერი duyamaz. თქვა. Rahmet okutur. ის თარიქზე უარესი. Ben de o yüzden bu zamana kadar ლევენტს ამდენი ხანი ამიტომ ვუთმენდი, artık მაგრამ უკან დასახევი გზა არ არის. იარაღით ვაჭრობა ხომ უკანონოა? Gayri resmi, değil mi? ne kibar kibar. რა თავაზიანად gayri ლაპარაკობ, resmi, mayresmi თურმე şey უკანონოა. Bildiğin იარაღის კონტრაბანდით არიან დაკავებული. Madem öyle ne? რადგან ასია ჩაგეკითხები? ბიძაშენის იარაღის საწყობები სად არის? Silah depoları nerededir? არ მეტყვი? Neden sonra? რატომ მეკითხები? Ben bu çatışmayı sürdüreceğim Zeynep. ამ გადაზიდვას შევაჩერებ ზეინებ, მაგრამ Ama buna silah... იარაღი და დაცვა მჭირდება. Sana da გაჩვენებ საწყობი სად არის? hem mühim დაცვაც გეყოლება და hem de kan. თან ჩვენებს გაკვეთილს ჩაუტარებ ყოველგვარი სისხლის ღრის გარეშე. Hem de belki bana karşı იქნებ ჩემ მიმართ არსებული ეჭვებიც გაგიქრეს. Söylediklerimde samimi miyim? გაიგებ ჩემ სიტყვებში გულწრფელი ვიყავი თუ არა. ნადიმე ჰანი მეძახდით? Şota. შოთა, Zeynep'imi merak ettim. ზეინებს ვნერვიულობ. Telefonda açtım. ვურეკავ და ტელეფონი გამორთული აქვს. Hani bir başına. ვერ ხვდები dağ მარტო başına სადებოდიელობს. იქნებ წასულიყავი და გენახა. შენ უყვარხარ არ გაგიბრაზდება. ახლავე წავალ ნადიმე ჰანი. Sağ ol uşağım. გმადლობ შვილო. Sakine kahve olmadı. საქინე ყავამზად არის? თითქმის. ცოტა კაფე წამოვიდეს. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა შვილო. აი შეყავას დალევ. არ მინდა მამიდა. Bütün gece abimle მთელი ღამე ვერ დავიძინე. ჩემ ძმაზე და ზეინებზე ვფიქრობდი. ეს საქმე როგორ გამოვა? ვერ ხედავ, შენი ძმა დამნაშავეა და კიდევ ბევრს Ben ლაპარაკობს. de çok kızdım Meze ama gabrezebuli Zeynep var, ters magram. konuştu. Bir ara abim ზეინები sevmiyordu. უხეშად ელაპარაკა. უკვე ვიფიქრე, რომ ჩემი ძმა არ უყვარს. Gel bakayım Ayşe Samur. მოდი ჩემთან აიშე. Gel bakayım. მოდი. Ah kızım. მომის მინეშვილო. Ben senin yerinde olsam. Onların შენ arasına ადგილას girip რომ ვიყო, მათ საქმეში არ ჩავერეოდი. ვერ შენი ძმა შეიცვლება და ვერ ზეინები. შენც და ფიქრიც არაჩვეულებრივი ოჯახი გაქვთ. Huzurunuz kaçmasın. თქვენ სიმშვიდეს ნუ დაარღვევ. მე არ თქვა არ გამაფრთხილეო. Abim Zeynep'ten ჩემი ძმა vazgeçmez. ზეინებზე უარს არ იტყვის დედა ნადიმე. Eğer aklınızda თუ böyle მსგავს şey რამეზე varsa, ფიქრობ. Akılla fikirle olacak iş değil. ნიშნულობა არ აქვს, რაზე ვფიქრობ აიშე. ეს გულის ამბებია. Levent dediyse. რასაც ლევენტი ეტყვის. Bağışladı. დედამისი იმას Kızı da გააკეთებს. benim her zelerime ჩემმა შვილმა ყველაფერზე თვალები უნდა დახუჯოს. Zeynep benim. არავითარ შემთხვევაში ზეინეფი მე არ მგავს. არ შეეგუება თავმოყარეა. yapmış olsaydı. ფიქრეთი ასე რომ მოგცეო და Boşa მე შენ გვერდით დავდგებოდი. გეტყოდი გაშორდი მეთქი. მიუხედავად იმისა რომ ჩემი შვილია. Bir erkek için değmez. გეტყოდი რომ არც ერთი კაცი ამას არ იმსახურებს. გეტყოდი რომ ჩემი შვილიშვილების დედა ხარ. არ მენდომებოდა რომ გული გტკენოდა. მე ხომ ეს ტკივილი უკვე გამოვცადე. Hatta ben bile Fikret'in yüzüne... მართალი ხარ, მეტიც ფიქრეთ სახეში შევაფურთხებდი. დედა შენმა შეაფურთხა? არა. Nasıl olacak? ეს საქმე როგორ იქნება შვილო? არაფერი ვთქვი, იმიტომ რომ ზეინეფი მართალია. თუმცა ვინანე, ასიესთან რომ წავედი. დედა, ძმა ლევენტი თუ მოვიდა, რატომ არ შემატყობინე? ნადიმეს ეტყობა არ უნდა, რომ მისი შვილი ლევენტზე დაქორწინდეს. საქინე თავის სიტყვას არ გადავა. აიშეც სახლში არ ყოფილა. ვინ შეგატყობინებდა საყვარელო?
ნადიმეს გაუხარდება ზეინეფი ლევენტზე რომ დაქორწინდეს. ლევენტის და ზეინეფის შვილები აიშეს და ფიქრეთის შვილები ერთად ივაჭრებდნენ. ნადიმე უფროსი გახდება. რა თქმა უნდა თუ იქამდე იცოცხლებს. რას ამბობ ასიე? ზეინეფი ასე რადგან უნდა მოიქცეს? ამ გოგოს სხვა უყვარს? ეს საიდან მოიტანე დედა? როცა ქალს ღალატობენ ფეხზე მყარად ვეღარ დგანა. ამ საქმეში რაღაც ისი არ არის. თორემ დიდი ხნის წინ ჩაალაგებდა ბარგს და ამერიკაში ან ევროპაში წავიდოდა. ასე აიშემი გვინმე სხვა ნახა? არ ვიცი აქ თუ იქ, მაგრამ გავიგებ. ღმერთმა უკრას მსგავსი რამ მოხდეს. იმედია გავიგებთ. შევწყვებით. ჩვენ რატომ შევწყვებით? ნადიმეს შერწყვეს, მისი შვილია. აბა გაცივდა. ზეინებ? ჰალილ იბრაჰიმ? Günaydın. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. როგორ ჩამეძინა? Puding პუდინგი მოვამზადე ცხელია. შეჭამ თუ ჯერ გაცივდეს. დესერტი საიდან? Ne zaman asabım? როცა ნერვები მაქვს მოშლილი, ტკბილს ყოველთვის ვამზადებ. კბილის მოყვარულს არ გავხარ. Yapmayı მე severim. ვთქვი რომ მომზადება მიყვარს და არა ჭამა. Sıcak mı soğuk? ცხელი თუ ცივი? გაცივდეს და მერე შევჭამ. Evet. აბა მოყევი. Anlat bakalım eşkıya. როგორ ისწავლე? Bu işleri nereden? ჩემი öğrendin? ოჯახისთვის ნომერ პირველი Ailemin bir numaralı. განსახილველი თემა ეს არის. როგორ? Ha bu uşak nasıl? ერთმა ადამიანმა ამდენ ადამიანს როგორ ესროლა? გამოდის რომ გენში მაქვს. Bırak bu işleri. კარგი რა. İlkokulda დაწყებითი კლასების მერე რა საქმიანობდი? საცხოვრობდი, რა გადაიტანე? her şeyi bilmek istiyorum. მინდა ყველაფერი ვიცოდე. ვიღაც მოვიდა. Dur bir dakika. მოიცა დამშვიდი. არავის შემოვუშვებ. Merak etme benim adamım. მოღელავ ჩემი კაცია შოთა. Göndermiştir დედა Zeynep'e ჩემი bakalım. გამოუშვებდა რომ Sen ჩემთვის yukarı çıkar, დაეხედა. onu göndereceğim, tamam mı? ზემოთ ადი მალე გავუშვებ. შოთა, Şota. რა ხდება, რატომ მოხვედი? დილამშვიდობისა ზეინეფანი. დილამშვიდობისა. ბევრი გირეკეთ, ტელეფონი გათიშული გქონდათ, ვინერვიულეთ. აქ ხომ დასასვენებლად მოვედი, რა თქმა უნდა, ტელეფონი გამოვრთე. Hadi sen git. შეგიძლია წახვიდე? მანქანაში დავიცდი, იქნებ რამეში დაგჭირდეთ. Şota. შოთა, Benim tepeme არ გამაბრაზო. Git diyorsan რადგან გეუბნები წადი, ესე იგი ასე ესაჭირო. Olsa ben burada olduğunu თუ söyle. ვინმე კითხავს, ვეტყვი რომ აქ ხარ. მიდი, Hadi. მიდი. ალო? Alo, ელიფ. Elif. ზეინებ ჰანიმის გვერდით ვიღაც კაცია. Yanında bir erkek var. დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული რომ არ ვიყო, არ დაგირეკავდი. რა უნდა ვქნა? Ne edeceğim ben şimdi? Tamam gelebilirsin. კარგი, შეგიძლია ჩამოხვიდე. ჯობს წავიდე. Saçmalama gelme. ნოსულელო აქ აღარავინ მოვა. შოთაც არ უნდა მოსულიყო, მაგრამ მოვიდა. Tamam o zaman. კარგი, şöyle მოდი yapalım. ასე ვქნათ. Bahçede kahvaltı. ბაღში ვისაუზმოთ. Hem biri gelirse Tu bilmem sen ova biraz გავიგებთ. içersin. შენც მშვიდად გაიქცევი. Tamam. Sen şimdi elini yüzünü yıka ben de ახლა kahvaltı დაიბანე, მე საუზმეს მოვამზადებ.